სახელით მამისათა და დისათა და წმინდისა სულისათა. ეს არის პირველი კვირა ქრისტეს შობიდან. დღეს დავიკითხეთ სახარებას, სადაც მოთხრობილი იყო იმ პირველ მოქმედებაზე, რაც წმინდა ოჯახმა მოიმოქმედა. დღევანდელი სახარებით იყო მოთხრობილი თუ როგორ მივიდა ანგელოზი ჩვენებით იოსებთან და უთხრა რომ დაეტოვებია იერუსალიმი და წასულიყო ეგვიპტეთ, ვინაიდან ეძიებდა ჰეროდე მეფე ეძიებდა მოკვლად ყრმისა. ესეც გააკეთა, მან დატოვა იერუსალიმი და წავიდა ეგვიპტეში. შემდეგ ასევე ეგვიპტეში ეჩვენა ანგელოზი რამოდენიმე წლის შემდეგ და უბრძანა რომ ჰეროდე უკვე მკვდარია, შენ არავინ გეძებს, არც ბავშვს არავინ ეძებს და დაბრუნება მიუთითა ისრაელში უკვე ანგელოზმა. მანამდე ამ პერიოდში ჰეროდემ მიხვდარა რომ მოგვებისგან იყო გაწმილებული, ვინაიდან მოგვები არ დაბრუნდნენ მასთან და არა უწყეს სადნახეს ყრმა. ამის გამო მან ბრძანა და 14,000 ბავშვი 3 წლამდე მოკლა იერუსალიმში და მის მიმოგარენში. ანუ 3 წლის განმავლობაში ჰეროდე ელოდებოდა მოგვებისგან უწყებას. შემდეგ აი ეს ბოლოში მთავრდება ისე რომ ბრუნდება ისრაელში წმინდა ოჯახი და სახლდებიან ნაზარეთში, ვინაიდან უნდა ითქვას რომ ნაზარეველს წინასწარმეტყველის თქმული უნდა აღსრულეს, რომ მას ნაზარეველ უნდა ეწოდოს. ესე იგი მოგეხსენებათ რომ ისრაელის სამეფო იყო 12 მუხლისგან შემდგარი, 12 გვარისგან, შთამომავლებისგან, ისააკისა და იაკობისა და ეს 12 მუხლი შემდეგ შეკავშირდა ერთად და გახდა 2. ეს არის ისრაელი იყო დასავლეთის ჩრდილოეთის ნაწილში და სამხრეთით იყო იუდეა და იუდეაში იყო სწორედ იერუსალიმი წმინდა ქალაქი და ბევრი სიწმინდეები. ხოლო აი იქითკენ იყო უფრო ისეთი იუდეველები მიმღებლები და ზოგიერთი იუდეველი დაოჯახებულიც კი იყო და შერეული ოჯახებიც კი იყო. ამიტომ იუდეველებს ისრაელიტელების, უბრალოდ იუდეველები ისრაელიტელებს გალილეველებს, ანუ აი გალილეა იყო ის ადგილი, სადაც ქალაქი ნაზარეთი იყო, უყურებდნენ ზევიდან. ამიტომაც გახსოვთ ქრისტეს არ იღებს არავინ, ხო, იუდეაში, როცა ის უკვე იერუსალიმში ჩამოდის და იქ ქადაგებს. და ამბობენ მღვდელმთავრები რომ კი, მაგრამ გალილეადან შეიძლება რამე კეთილი იყოს, ისინი ხო წარმართებივით ცხოვრობენ. მერე სხვაგან ეუბნება რომ აიღე წიგნი და წაიკითხე, რამე თუ მესია უნდა იყოს აბრაამის, დავითის გენეალოგიით და რა უნდა ისრაელში დავითის შთამომავლებს და უნდა დაიბადოს ბეთლემში დავითის ქალაქში. მათ არ იცოდნენ რომ იესო იყო დაბადებული იქ და შემდეგ იყო წასული. ხო გახსოვთ დაბადების ისტორია, რომ აღწერა იყო იმპერატორმა ოქტავიანემ აღწერა, ესე იგი განაცხადა, ბრძანა და ამის გამო ჩამოვიდნენ წმინდა ოჯახი, რომ დაფიქსირებული იყო იმ ადგილას, საიდანაც ისინი იყვნენ, ესე იგი წარმომავლობით თავისი და ამიტომ აღმოჩნდნენ, ასე ვთქვათ, ადამიანურად შემთხვევით ბეთლემში
და იქ იშვამაცხოვარი და ღვთაებრივად წინ გაზრახულობით ეს ღმრთის ნება იყო, რომ სწორედ იქ დაბადებულიყო, სადაც უნდა დაბადებულიყო თავისი წინასწარმეტყველობის კუთხით. და აი ამის შემდეგ უკვე მოდის ჰეროდეს შთამომავალი არხელაოსი და ის მართავს იუდეას. და ამის შემდეგ არის სახარებებში 4-ში წყვეტა და არ არის არაფერი მოთხრობილი თუ საცხოვრობდა, როგორ ცხოვრობდა ქრისტე და 30 წელი როგორ გაატარა მან. ჩვენთვის ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. თუმცა ერთი მახარებელი წერს მაინც რომ როცა იყო 12 წლის და ოჯახმა იმოგზაურა იერუსალიმში სალოცავად წასულები, იქ დაიკარგა ის, ეძებდნენ და აღმოაჩინეს ტაძარში მჯდომარე და მღვდელმთავრებს ელაპარაკებოდა და განუმარტავდა წიგნებს. აი ეს ერთი მარტო ერთ მახარებელს აქვს, ხოლო და ეს ერთი რაღაც პატარა სიუჟეტია მისი. ამის გამო ხდება ბევრი სპეკულაცია 50 წლის იესოს ცხოვრებაზე. და ხშირად ვისაც უნდა რომ რაციონალურად გაიგოს მისი სიბრძნის ამბავი, ამბობენ რომ ტიბეტში იყო წასული და იქ მიიღო სიბრძნე ეს თავისი ხედვების. ასევე წაიყო ზოგი ამბობდა რომ ესეთი ვერსიებიც ჰქონდათ რომ ეგვიპტეში იყო დარჩენილი. ასე შემდეგ უამრავ რაღაც სიტუაციებს ამბობდნენ, რაც მეცნიერულადაც არ დასტურდება. კონკრეტულად ტიბეტზე ალაპარაკი ძირითადად. ვინაიდან იმიტომ არ დასტურდება, რომ ტიბეტში არის აღმოსავლური აზროვნების წესი. წესი კი არა, მსოხველობა, რომელიც გულისხმობს დუალისტურ აზროვნებას, რომელიც გულისხმობს პანთეიზმს. და ებრაელები მკაცრი მონოფიზიტები არიან. სახარებიდან არსად 1 გრამიც არ არის ან პანთეისტური, ან რაიმე მინიშნება იმ მსოხველობის, რომელიც გაბატონებულია აღმოსავლეთში. არაფერი საერთოდ, სრულად არის ებრაული მოაზროვნე ადამიანის გამონათქვამები, ყველაფერი. იმიტომ რომ ტექსტოლოგია არის ძალიან ისეთი მეცნიერება, რომელიც სიზუსტით გამოირჩევა სხვათა შორის და ზუსტად დაგიხასიათებს რეგიონს, რომელ რეგიონში იყო ნალაპარაკები გამოთქმული ესა თუ ის აზრი, რა გავლენები ჰქონდა სხვა აზრებს და ასე შემდეგ. მოკლედ არ მინდა შორს წავიდე, მაგრამ თავარი ის არის, რომ გრამი არ არის აღმოსავლური რელიგიური აზროვნებისა. არც ფილოსოფიური აზროვნების. ერთი არც არათუ ციტატა, არამედ სიტყვაც კი არ აქვს ნახსენები მსგავსი ამ მსოფლმხედველობიდან. ასე რომ ეს სრულად გამორიცხულია. სახარებაში მინიშნება არის, რომ ის იყო მორჩილებაში ოჯახში თავის დედისა და მამის, იოსების გულისხმობ. და მორჩა რაღაცნაირად ეს დასრულებული თემა, ეს არ არის საინტერესო სივრცე ევანგელისტებისთვის, მოციქულებისთვის, რომ ამაზე იფიქრონ და ეს უკვე ისეთ კატეგორიაში გადადის უკვე დღევანდელობის ან წინა საუკუნეში, რომანტიზმის ეპოქაში, როცა ადამიანებს მოწონთ რაღაც ნიუანსების აღწერა და განცდების ჩადება და რაღაცა თხრობა, ფანტაზირება მის შესახებ, რაც თანამედროვე ლიტერატურაში ხდება, ხო? იმდროინდელი ლიტერატურა რაც იყო ძალიან მკაფიო და აქცენტირებული, კონკრეტულად ეხლა წარმოიდგინეთ ჯვარცმის სცენა 4-ვე სახარებაში.
არის მოცემული და 4-ში თითო ფურცელი ეთმობა ამ ფურცელ ნახევარი ხო მარტივად მიიყვანეს ჯვარსაცვეს აქეთ ერთი ავაზაკი იყო იქით მეორე ავაზაკი და ჩვენ რაღაცა სიმწირეს განვიცით როგორ ამხელა რაღაცა მოხდა ჯერ რო არ იყოს ღმერთკაცი იესო ხო უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანის იმას როგორ ტრაგიზმს როგორ აღწერდა ახლა თანამედროვე წერალი ხო ერთი 50 ტომს მარტო იმაზე დაწერდა როგორ მიიყვანეს როგორი ლუსნით დააჭედეს როგორი ხე იყო და ხიჭვი შეეჭო თუ არ შეეჭო და რა ვიცი რამდენი განცდას მაგრამ აქ არის აქცენტები ზუსტად ესე ის რაც არის მთავარი და ამიტომ არის მონუმენტურია ეს მწერლობა და ამ მონუმენტალისტში თავისი სიდიადე ჩანს მაგრამ აი ეგვიპტეში გაქცევის სცენა არის აპოკრიფულ ლიტერატურაში ქრისტიანულში აპოკრიფები არის ლიტერატურა რომელიც ეკლესიამ არ მიიღო აი ეს არის ფსევდო მათეს სახარება არის იაკობის სახარება არის თომას სახარება არის იუდას სახარებაც კი დღეს რო არის ატეხილი ერთი ამბავი ვითომ ვატიკანში დამალული იყო და დღეს გამოიღეს ეს ქრისტიანობის ცნობილი იყო და არავინ ყურადღებას არ აქცევდა იმიტომ რომ აპოკრიფი რა არის ეს არის აი ზუსტად ის რაც ვთქვი ამ სცენაზე აი რაღაც იესოს კონკრეტულ ცხოვრების ნაწილებზე არის უფრო გაშლილა და უფრო ადამიანურად წარმოჩენილი ბევრი რამ ზოგი უფრო ახლოს არის იესოს 4 სახარებასთან ზოგი ძალიან შორს არის მაგალითად იუდას თომას სახარებაში მაგალითად შორს არის იმიტომ რომ ისეთი რაღაც ნიუანსებია იქ რომ აი უფრო გნოსტიკური სახარება ანუ დუალისტური აზროვნება ანუ იესო არა მარტო აშენებს და ქმნის არამედ ანგრევს კიდევაც გესმით და ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ხო ბიბლიურ ღმერთს ღმერთი მანგრეველი არ არის ღმერთი არის აღმშენებელი ცოდვა არის დამანგრეველი ხო ამიტომ ზოგი აპოკრიფი შეიძლება მიიღოს როგორც კეთილი გადმოცემა, კეთილშობილი გადმოცემა. აი მაგალითად ღვთისმშობლის ცხოვრება მაცხოვრის ჩასახვამდე გადმოცემულია სწორედ მასთან, მაცხოვრის ჩასახვის შემდეგაც მისი გამოცდა, აი მაგალითად მისი დაბადება უფრო სწორედ თავიდან, მისი ქალწულებრივი მიყვანა ტაძარში და შემდეგ ასვლა მაღალდასაჯდომელზე. ერთელი ისტორია მე გამოცდა ღვთისმშობლის მღვდელმთავრები რომ გამოცდიდნენ იმრუშა თუ არ იმრუშა. ერთელი ისა პროგრამა რომელიც იხატებოდა კიდევაც იკონოგრაფიაში მაგალითად ატენისიონში არის დიდი პროგრამა მისი არის კიდევ ტიმოთეს უბანში ღვთისმშობლის ცხოვრება წარმოჩენილი და ეს არის მიღებული როგორც ნუ არაუტყუარი იმიტომ რომ ეს წმინდა წერილის წიგნები მე-4 საუკუნეში მიიღო ეკლესიამ მსოფლიო კრებას ანუ ეს წიგნები ბევრი იყო აი 4 სახარება სთან ერთად აი ეს წიგნები რაც ჩამოთვალ იაკობი და რატო არ ქმნებდნენ ამას იაკობს იუდას და იმიტომ რომ მაშინ იყო გავრცელებული ჩვენგან განსხვავებით დღეს ხო ესეა რომ ვიღაცა გადაიწეს ვიღაცის წიგნს ან აზრს მოიპარავს რაღაცა და მიაწერს თავისას მუსიკაშიც ესეა ხო პლაგიატიზმი მაგრამ იქ მაშინ სხვანაირად იყო რა მაშინ პირიქით უნდოდა რომ თვითონ დაწერდა და მიაწერდა მოციქულს რომ უფრო ავტორიტეტული გამხდარიყო და სანდო ყოფილიყო აი როგორც დღეს მჭყიბავები არიან ხო რომ მიხვალ და პატრიარქის სურათი უკიდია სანთელი აქვს დანთებული რა ხატები აქვს და გელაპარაკება და ამ დროს მარჩიელოს აი ესე და აი ამ ლიტერატურაში ესე იყო პირველ მსოფლიო კრებაზე და აი ამდენმა წმინდა მამამ ერთხმად აირჩია 4 სახარება მოციქულთა საქმეები და ის ეპისტოლეები რომ და გამოცხადება
რომელიც დღეს კანონიკურ წიგნებად მიიჩნევა. დანარჩენები არის ესეთი ლიტერატურა, რომელიც შეიძლება როგორც მხატვრული, ისეც აიკითხო, ნახო და გაეცნო და რაღაცა კარგიც გაიგო. აი მაგალითად ერთი კარგი ესეთი არის არაბულ ტექსტში არაბული სახარება ქვია მაცხოვრის შეხვედრა ავაზაკებთან. წმინდა ოჯახი რომ გაიქცა, იქ მოთხრობილია, ხო? წმინდა ოჯახი რომ გაიქცა, იქ რაღაც ცხოველები გამოვარდნენ, რომ შეეჭამათ ეს ხალხი და მაცხოვრის დანახვაზე ის დამად დაიჩოქეს. მერე პალმის ქვეშ შეემშია ღვთისმშობელს და მაცხოვარმა პალმას უბრძანა, რომ დაიხარე, ვერ წვდებოდნენ და დაიხარე და ნაყოფი მიეციო ღვთისმშობელს და შემდეგ ამის გაკეთების შემდეგ პალმის რტოს უბრძანა ანგელოს, რომ წაეღო პალმის რტოს საფასასუფეველში და ყველანი ვინც მოხდებოდნენ დაეჯილდოვებია პალმის რტოთი. და ერთი კიდევ კარგი საგულისხმო რამეა, ბევრად უფრო რაღაც გულზე მოსახვედრი, ეს არის ორი ავაზაკი, რომელიც მიდის და უნდათ რომ გაქურდონ წმინდა ოჯახი და ერთს შეენანება ბავშვი, თან იქ გაქურდვა ეგრე არა უნდა ამოხოცონ და ისე უნდა გაქურდონ. ესე ჩუმად და რაღაცა არ იქურდებოდა მაშინ. პირდაპირ საქმეზე გადადგებდნენ, ხო და ერთი ავაზაკი, რომელსაც ტიტუსი ერქვა, უთხრა შეეწოდება ბავშვი, დედა, მამა და მეორეს გაუძალიანდება და ერქვის, რომ დავანებოთ თავიო. და დაანებებენ მართლაც თავს და ეს გამოდგება ის ავაზაკი, რომელიც მაცხოვრის გვერდზე გააკრავენ ჯვარზე და შემდეგ რომელიც შეინანებს და მაცხვარი რომ შეიყვანს პირდაპირ სასუფეველში. რაც კაი ლამაზი ისტორია, ახლა ამას ვერავინ დაამტკიცებს, მაგრამ თავისთავად რაღაც ამოცნობა მაცხოვარში, რაღაც ღვთაებრიობის ბავშვობაში დანახული და შემდეგ შენანება ამისი არ არის ცუდი ისტორია, ხო? რა მნიშვნელობა აქვს მართალია თუ არა, კარგი ისტორია თავისთავად. ხო, და აი ასე სრულდება, შემდეგ გადადის მაცხოვარი, სახლდება გალილეაში, ნაზარეთში, ნაზარეველა ეწოდოს და უკვე ცხოვრობს 30 წლის განმავლობაში და შემდეგ უკვე გამოდის პირველი სიტყვით საქადაგებლად. 30 წელი ეს ებრაელებში იყო ზდასრული ადამიანის წელი. ის ითვლებოდა უკვე ზდასრულად, რომელსაც ამხელასაკი შეუჩვენებოდა. ზდასრული ნიშნავდა იმას, რომ ის იყო სანდო, ყოფილიყო რაიმე მაღალი თანამდებობის პირი. ის იყო სანდო, როცა ის მას მოწმედ მოიყვანდნენ. მაგალითად ახალგაზრდას მოწმედ არ იყენებდნენ. ასევე ქალებს არ იყენებდნენ მოწმედ, იმიტომ რომ არასანდო ასევე ვინაიდან თავის ფლობელები არ იყვნენ. ბავშვიც ეკუთვნოდა ოჯახს, ქალი ეკუთვნოდა ქმარს. ამიტომ მასზე ზეგავლენა ბევრს ჰქონდა, ამიტომ ისინი არ ითვლებოდნენ ამ ხრივ სასამართლოზე, ამ პირზე დადგომაზე და მოგეხსენებათ, რომ ეს პრობლემები მაშინაც იყო ძალიან ბევრი და ეხლა ეს გამოძიებები არ ხდებოდა და ადამიანს უნდა ეთქვა, ანუ უნდა უარეყო, ხო? მტკიცებულების შეგროვებები გვიან არის. სხვათაშორის მტკიცებულების შეგროვებები, მყარი მტკიცებულებების დაიწყო ინკვიზიციების დროს. იმიტომ რომ კაცრად იყო ინკვიზიციების დროს, რომ ადამიანი თუ სჯით, მაშინ კარგად შევაგროვოთ მტკიცებულებები, თუ არ იყო ეს მტკიცებულებები კარგად შეგროვებული, მაშინ ადამიანს ათავისუფლებოდნენ. მოკლედ, აი 30 წლის შემდეგ უკვე მაცხოვარი გამოდის საქადაგებლად და მანამდე იცით, რომ იოანე ნათლისმცემელი იწყებს ქადაგებას, ის მხოლოდ უსწორებს გზას მაცხოვარს, ქადაგებს სინანულზე და რომ მოახლოებულია ცათა სასუფეველი.
შეინანეთ, რამე თუ მოახლოებულ არსათა სასუფევად და შემდეგ უკვე მაცხოვარი იღებს ნათლისღებას და იწყებს მოქმედებას უკვე თვითონ და იოანე ამბობს რომ მე უკვე და შემცირდები, ხოლო მაცხოვარი გაიზრდება. ეს სხვათა შორის ეს მდგომარეობა სიმბოლოა ჩვენთვისაც კარგად უნდა გვახსოვდეს მოძღვრებს და მრევლსაც რომ აი მე უნდა შემცირდე და ქრისტე უნდა გაიზარდოს. აი კაი მოძღვარიც არის ის ვინც თავის მრევლისთვის შემცირდება და ქრისტე გაიზრდება მრევლში. არა თვითონ გაიზრდება და ყველაფერზე თვითონ იქნება საქმის კურსში და ყველაფერთან მასთან უნდა შეათანხმოდა, არაფრის გაკეთება აღარ შეუძლიათ 60 წლის, 70 წლის ადამიანს თავის ჩემ მოძღვარს ვკითხავ, ხო? ხო და ყველაფერზე. არა, პირიქით უნდა შენა ასწავლო უფლის ხმის გაგონება. მაცხოვარმა თუ გახსოვთ ეს რაღაცა, ჩემ ცხოვრებს როგორც ცხოვრებს თავისი მწყემსის ხმა ესმით, ასევე ჩემ ცხოვრებს ჩემი ხმა ესმით. ჩვენ თანამედროვე რეალობაში რო გადმოვიტანოთ, ხო ესეა ხოლმე რაღაცას რო გავიგებთ და მოგხვდება გულზე, აქ რაღაცა სიკეთეა, კარგია, რაღაცა მშობლიურია. აი ეს მენა უნდა გაუღვიოს კარგმა მოძღვარმა და თვითონ უნდა შემცირდეს, ეს არ ნიშნავს ახლა ლანძღვაგინებით გაესწრო. პირიქით პატი უნდა მიაგო, იმიტომ რომ კეთილი საქმე გაიკეთა, მაგრამ თვითონ არ უნდა დარჩეს სულ. ხო დღეს ეს საცდური მოძღვრებს და მე გულისკივილი თუ ყურებ ხოლმე ხშირად აი როგორი პათოსით არიან ჩაფღაუჭებული მრევლზე და არ უშვებენ სხვასთან აღსარებაზე, არ უშვებენ სხვა ეკლესიაში საზიარებად, არ უშვებენ თითქოს ეკლესია არის ის, სადაც თვითონ მღვდელი მოქმედებს. და სხვაგან არსად არ არის ეკლესია. ან თითქოს ეს ერთი მოძღვარია, რომელიც გადმოსცემს სრულ ჭეშმარიტებას, ხო? ჩვენ ყველანი მოძღვრები ვართ ქრისტეს მოძღვრები. ერთიანად რაღაცა ქრისტეს სახეს ფლობთ. ერთიანად, როგორც ისიც დაკნინებულს, ხო? ამიტომაც ყველგან უნდა წახვიდეს, სხვასაც უნდა მოусმინო. არ უნდა ჩარჩე ერთ ადამიანთან და არ უნდა უსმინო. იმიტომ რომ ყველას თავისებურად აქვს აღქმული დანახული. იქნებ ის უკეთესად გადმოსა, ისე მისი გული მასთან არის ბევრად უფრო ახლოს, ხო? ასე რომ ეს სიტყვები იოანე ნათლისმცემლის ძალიან საგულდაგულოდ უნდა გვახსოვდეს და მაზღვარი რომელიც ამას ეწინააღმდეგება და მოგიწოდებთ რომ არავისთან არ წახვიდეთ სხვასთან პირველ რიგში მისგან უნდა წახვიდეთ ეს მარტო ჩემი ნათქვამი არ არის პატრიარქის ხშირად ამბობდა ხოლმე რომ ნუ აკავებთ თქვენს მრევლს გაუშვით წავიდნენ ეკლესიაში და ილოცონ და იმოღვაწეონ და თავისი შეხედულებისამებრ დარჩნენ იქ სადაც მათ უნდა. აი მაცხოვარი გამოდის ასპარეზზე მოაქვს სიკეთე და მასთან არის სრული კეთილშობილება, მასთან არის სრული სიყვარული, სრული სიკეთე, მასთან ყოფნა არის ნეტარების განცდა. კარგი არ შენთან ყოფნა, გახსოვთ პეტრე მოციქული ამბობს მოციქულებთან ერთად და ერთ ადგილას სადაც მაცხოვარი ეტყვის რომ ვინც არ ჭამოს ხორცი ჩემი, ვინც არ სვას სისხლი ჩემი, ის არა არ ჩემდა ღირს და გაუგნებული მოციქული ამბობენ რომ რას ამბობ შენი ეს ძალიან უხეში სიტყვებია გაუგონარია როგორ კაცის სისხლით დაავლეთან მაცხოვარი არ ამბობს მეტაფორულად პირდაპირ ამბობს ანუ იქ შეეძლო ეს ჩემი სხეულია არ თქვა ესმით სხეული შეგიძლია მეტაფორულად თქვა ხო ეს ჩემი ბუნებაა და ჩემი ბუნებას ვინც არ ეზიარება თქვა შეგიძლია არა პირდაპირ ამბობს ხორცს ყველაზე უფრო უხეში ფორმით სისხლს და იქ წერია რომ ყველანი გაიგრძნენო და დარჩენ მხოლოდ და მხოლოდ ცოტანიო ძაა და მაცხოვრის შებრუნდება და ეტყვის თქვენ არ გინდათ წასვლა
წადი თქვენს და პეტრე ეთქვის რომ საწავიდეთ შენთან არის სიტყვანი მარადიული შენთან არის ნეტარება სიკეთე შენთან არის ცხოვრება სიცოცხლე საწავიდეთ ამიტომ მაცხვარი როცა ამბობს რომ მოახლოებულ არის ცათა სასუფეველი ეს ის კი არ არის რომ მეიცით მოგიყვებით ახლა თქვენ ცათა სასუფეველზე გასაგები აი ცაში რომ მოგდები იმ სასუფეველზე მოგიყვები და თან მოგიყვები როგორ უნდა მიხვიდე არა ამას არ ამბობს მაცხვარებს მოახლოებულ არის ცათა სასუფეველი მე ვარ მოახლოებულ შენს წინაშე ვდგება იქ კი არა როცა მოგტები და რაღაც დაგასაჩუქრებენ და პალმის რტოს მოგცემენ არა აქ ვარ შენს წინაშე აი ესეთი აღმსარებლობა გვაქვს ჩვენ მაგრამ მისი საქმე არ გაჩერებულა აი ჩვენი საღვთისმეტყველო ერთ-ერთი მთავარი ღერძი საღვთისმეტყველო სწავლებისა არის დროის ნიველირება სრულად ეს დროის ნიველირება რას ნიშნავს რომ მაცხვარმა რო თქვა და ილაპარაკა ან იერუსალიმში შევიდა ან იშვა ან ამაღლდა ან განკურნა წარსული დროით კი არ მოიხსენიება ჩვენი ევხოლოგიონები რომ ნახო და აი ტექსტებს კარგად მოусმინოთ ლოცვისას იქ არის სწორედ ესე ნათქვა ეხლა მაცხვარი აღადგენს ლაზარეს აი ჩვენ წინ აკრობ გევარ აღადგენს ლაზარეს ეხლა მაცხვარი გვეუბნება რომ აი მოახლოებულ არის ცათა სასუფეველი აი მე თქვენთანა ვარ ნუ გეშინი ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა ანუ მაცხვარი აქტუალურ ცხოვრებაში შემოდის ინდივიდუალურად ყველა სათითაოდ ადამიანთან პერსონალურად შემოდის და პერსონალური ურთიერთობას ითხოვს ჩვენგან როგორც მის მოციქულებს და მის მიმდევრებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ქრისტიანობა არ არის ესე ჩაკეტილი წესებით შესრულებებით ქრისტიანობა არის ცოცხალი ურთიერთობა ქრისტესთან ძიება ქრისტესი და მისი სიტყვების გაცოცხლება და აი გულში რაღაცა მუდმივი დიალოგი მასთან ეს არის ლოცვითი ფორმით თუ უბრალოდ დაждომაც კი და ფიქრი იესოზე ესეც ლოცვის ფორმაა არ გიგონოთ რომ ლოცვა მარტო ის არის როცა დაადგები დილით და აიღებ ლოცვას და კითხულობ შეიძლება და ეს საერთოდაც არ იყოს შეიძლება უკეთესი იყოს რომ დაждე და უბრალოდ ჩუმად წყნარად იფიქრო იესოს მე მინდა შენს ადგილს იესოსთან შენს მიმართებას მასთან აი ეს არის ამაში ცოცხლდება ქრისტიანული სული ამაში ცოცხლდება ქრისტიან და ამით არის რომ სასუფე და როცა ასე უდგები ცხოვრებას მაშინ შენში ეს მაცხოვრის სიტყვები არა მარტო იბადება არამედ ამოდის აღმოცენდება და ნაყოფს იღებს და ამ წესის შესრულებაში რეალურად ეს მხოლოდ დისციპლინა არ არის ცუდი მაგრამ ეს დისციპლინა რომ შენ გამოწრთო შენი თავი და რაღაც კალაპოტში იყო მაინც ესე განუზომლად რო არ იყო და არ დაიბნე ამ ცხოვრების აჯაფსანდალში სწორედ რო იცოდე რომელი კერძია მისაღები და რა არის შენთვის სასარგებლო ამისთვისაა ეს დისციპლინები მაგრამ როგორც კი ამ დისციპლინას გამოეკიდები როგორც თავისთავად დედა აზრს და აზრს ჩადებ ამაში რომ ამის შესრულება მთავარი თუჩივე იუდეველი ხდები ქრისტიანი აღარ იუდეველს აქვს 632 წესი შეასრულებ ცხონდები არ შეასრულებ ვერ ცხონდები წესები აქვს ეს რომელ მხარეს უნდა გაიღვიძო პირველი რომელი ფეხი უნდა ჩამოდგა შემდეგ როგორ უნდა წამოჯდე რომელი ხელი უნდა დაიბანო პირველი და ასე შემდეგ როდის და მაგრამ ქრისტიანობა მაცხვარმა თქვა ორი რამ გიყვარდეს ღმერთი გიყვარდეს ადამიანი ეს ორი მცდება არის ერთმანეთში თუ გიყვარს ღმერთი როგორც იოანე ღვთისმეტყველი ამბობს მაგრამ ძმა შენი არ გიყვარს ესე იგი შენ მათხვარ
ანუ ღმერთის სიყვარული ვლინდება შენი სიყვარულისა ადამიანთან მიმართებაში. როგორც კი ადამიანში შენ ვერ ხედავ ქრისტეს, როგორც კი ადამიანს ეკცევი ცუდად, იცოდე რომ ქრისტეს ეკცევი და ისევე გიყვარს ქრისტე, როგორც მოეკეცი ახლა კონკრეტულ ადამიანს შენ. მოკლედ კარგია და ნეტარია ქრისტიანობა, მაგრამ ცხოვრება მასში არ არის ადვილი. ის მოითხოვს ძალისხმევას. ყოველმან რომელმან სასופველი ცათა მიიტაცოს და რომელმაც ძალა იხმიოს და მოიხმაროს და მიიტაცოს, ანუ დაძლიოს ეს, იგი სხონდესო, ამბობს მაცხოვარი. მერტმა დაგლოცოთ და გაგახარეთ.